საქართველოს პრემიერი და განათლების მინისტრი ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებულ მეოთხე საჯარო სკოლას ეწვივნენ და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. სკოლის შენობა 1040 მოსწავლეზეა გათვლილი. სასწავლო სივრცეების პარალელურად სკოლაში მოეწყო საბუნების მეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დღესვე პრემიერმა მინისტრმა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნების მეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. პროექტის საერთო ღირებულება 3.404.000 ლარს აღემატება. ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, არაჩვეულებრივად აღჭურვილი და მე მინდა მივულოცო, რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორს, სკოლის ხელმძღვანელობას, პედაგოგებს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოსწავლეებს. ახლად რეაბილიტირებული სკოლა, რა თქმა უნდა, სკოლების რეაბილიტაცია ხელს უწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასაც და ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც ხორციელდება სკოლების რეაბილიტაციის სახით და რა თქმა უნდა, ეს პროექტი გაგრძელდება, ჩუმოვსხმარდული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ასობით სკოლის სრულად ნაწილობრივ რეაბილიტაციას. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თანამედროვე განახლებული სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოში. ზესტაფონის მეოთხე საჯარო სკოლა ერთ-ერთი ამის მაგალითია. წელს ამ სემესტრში 10-მდე საჯარო სკოლაში ბავშვებმა დაიწყეს სწავლა განახლებულ ინფრასტრუქტურაში და სემესტრის მიმდინარეობისას კიდევ 30 სხვა სკოლაში მოხდება ინფრასტრუქტურის განახლება. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ხელისუფლებისთვის და ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას, მხოლოდ ზესტაფონში წელს 20 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაშიც შედის როგორც სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.